UFC 328 ყველაზე გიჟური იდუმალებით სავსე ტურნირი. დღეს ჩვენ განვიხილავთ 13-ვე ბრძოლას და რა თქმა უნდა შევეხებით შონ სტრიკლენდის და ხამზა ჩიმაევის დაპირისპირებას, სადაც ძალიან ბევრი კითხვებია და ვეცდებით სულ ყველა ერთად გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის სოფლიოში ყველაზე მაგარი კომპანია გლობალი, რომელიც არის ავტო იმპორტში და გთავაზობთ ყველაზე დიდ კომფორტს თქვენ. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს კლეიტონ კარპენტერი და ხოსე ოჩუა დაუპირისპირდნენ. ეს სპორტსმენები უმსუბუქესი დივიზიონის ორი ძალიან ახალგაზრდა მებრძოლია. UFC-ში ჩატარებულ პირველ ორ ბრძოლაში კარპენტერმა შტამბეჭდავად საბმიშენებით გაიმარჯვა, თუმცა შემდეგ თაგირ ულანბეკოვთან და ჟაფელ ფილიოსთან დამარცხდა. ბრძოლის მომენტში მისი რეკორდი ორგანიზაციაში იყო 2 გამარჯვება და 2 მარცხი. რაც შეეხება პერუელ ხოსე ოჩუას, ამ მებრძოლმა თავისი კარიერა UFC-ში როგორც იტყვიან პირდაპირ ცეცხლში ჩახტომით დაიწყო. ეს სპორტსმენი ორგანიზაციაში დაუმარცხებლად 7 გამარჯვებიანი სერიით მოხვდა. ოქტაგონზე ის ისეთ რთულ მეტოქეებს დაუპირისპირდა, როგორებიც არიან ასუ ალმაბაევი, კოდი დერდენი და ლანიერ კავანა. მან ამ ბრძოლებიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, თუმცა დგომში ეს ბიჭი მართლაც სახიფათოა. მებრძოლებმა შეხვედრა ბოლომდე ფინიშის გარეშე მიიყვანეს. სამივე რაუნდში ხოსე ოჩუა დგომში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და მეტოქის დარტყმების რაოდენობით ორჯერ აჯობა. ის წინ იყო არა მხოლოდ დარტყმების სიხშირით, არამედ მიყენებული ზიანითაც. ოჩუამ მეტოქეს სახე მთლიანად დაუსისხლია, ამ პირველ რაუნდში მან კარპენტერი ნოკდაუნშიც კი გაუშვა. კარპენტერი ჭიდაობასა და გრეპლინგში თავისი უპირატესობის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ოჩუამ იქაც კი დაცვის მაღალი დონე აჩვენა. საბოლოოდ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ანგარიშით 30-27 გამარჯვება ხოსე ოჩუამ მოიპოვა. Punishing round for Jose Ochoa. Round the way he but that's good. That's ready fast. Didn't have problem. Yeah. Very good. Take it back here. Slide. Oh, he lost it. He recognizes that he's going to need a pretty good finish. Stop with that left hand. He gives him a couple good feints. Very good. 84 კილოგრამით წონით კატეგორიაში ერთმანეთს ბაისანგურ სუსურკაევი და ჯორდან სანტოსი დაუპირისპირდნენ. კონტენდერების სერიაზე გამარჯვების შემდეგ სუსურკაევმა UFC-ში უკვე 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივე მათგანში გამარჯვება მოიპოვა. პირველ შეხვედრაში მან ერიკ ნოლანდი დაასაბმითა. შემდეგ კი ერიკ მაკონიკო დაანოკაუტა. დღეს კი მის პირისპირ ჯორდან სანტოსი დგას. ბრაზილიელი ბაისანგურის მსგავსად ორგანიზაციაში სწორედ კონტენდერების სერიიდან მოხვდა, სადაც გამარჯვებამ საჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა. სანტოსმა UFC-ში 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივე მათგანი საჯების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, ერთში მოიგო, მეორეში კი წააგო. სუსურკაევმა პირველი რაუნდი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. მან მაშინვე 2 ეფექტური ჰაიკიკი შეასრულა და დარტყმების რაოდენობით მეტოქეს აჯობა. თუმცა რაუნდის შუა პერიოდისთვის ბრაზილიელი სრულიად ადაპტირდა და გადმოიბარა ინიციატივა. ეს იყო მართლაც თანაბარი რაუნდი. ბაისანგურს სახეზე ბრძოლის კვალი უფრო მეტად ეთყობოდა. By keeping that quiet pop as this round goes on, because he sees this guy real closely in that round. But it was the jab of Santos down the stretch that started to make this. მეორე ხუთწუთიან მონაკვეთში მებრძოლებმა კვლავ თანაბარი ბრძოლა აჩვენეს. სანტოსი უკან არ იხევდა და ცდილობდა მეტოქის ყველა შეტევისთვის ეპასუხა. თუმცა სუსურკაევს ამ რაუნდში უფრო მეტი სუფთა დარტყმა და ძლიერი პრესინგი ჰქონდა. Santos was a plus 550 up to the body. It better be. Mourinho was probably. Nice elbow. Oh, nice uppercut by Suzuki. Exploring the clinch here. 90 seconds to go in the round. Oh, nice connection by Susur. He's got to not worry as much about what's coming back. That elbow cut Santos open.
მესამე რაუნდის წინ მართლა გაურკვეველი იყო რომელიმე ბრძოლი მოდიოდა ფავორიტად. დასკვნით რაუნდში სუსურკაევი მოტივირებული გამოვიდა. თითქმის რაუნდის ბოლომდე მიდიოდა მწარე დარტყმების გაცვლა, სადაც მცირედით ბაისანგური უკეთესად გამოიყურებოდა. რაუნდის მიწურულს სუსურკაევმა შეხვედრა მიწაზე გადაიყვანა, დაიჭირა სანტოსი ილეძე და დაახრჩო. ბაისანგურ სუსურკაევი კვლავ დაუმარცხებელია. ის პროფესიონალებში მოდის ზედიზედ 12 გამარჯვებით. ვაკვირდებით ამ სპორტსმენს, ვნახოთ ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. Susurkaev sleeps Jordan Santos with a choke. Defeated by Jagger. 66 კილოგრამ წონთ კატეგორიაში ერთმანეთს პეტ საბატინი და უილიამ გომისი დაუპირისპირდნენ. პეტ საბატინი თავის დივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გრეპლერად არის აღიარებული. მას UFC-ის ისტორიაში კონტროლის პროცენტული მაჩვენებლით ამჟამად მესამე ადგილი უკავია. გარდა ოქტაგონზე გამოსვლისა, საბატინი რეგულარულად მონაწილეობს გრეპლინგის ტურნირებში. მისი დღევანდელი მეტოქე პირდაპირ რომ ვთქვათ, საკმაოდ რთული გამოწვევაა. ფრანგი მებრძოლი დგომში ნამდვილად სახიფათოა. გომისი კლინჩი თავს ძალიან კარგად გრძნობს. თუმცა მისი ბრძოლები ხშირად ძალიან თანაბარი და დაძაბული გამოდის. ნახოთ ვინ შეძლებს ტოპ 15-ში შეჭერას. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ბრძოლა იმაზე მოსაწყენი გამოდგა, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. სამივე რაუნდის განმავლობაში საბატინი გომის ოქტაგონის ბადესთან აკონტროლებდა. ფრანგი კი მეტოქის ბრძოლის პარტერში გადაყვანის საშუალებას არ აძლევდა. პრინციპში სულ ეს იყო. თითოეულ რაუნდში 3-4 წუთის განმავლობაში მებრძოლები ზუსტად ამ პოზიციაში იყვნენ. იმ იშვიათ მომენტებში, როცა ჩხუბი დგომში გადადიოდა, გომისი უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა გამარჯვებამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით პეტ საბატინის დარჩა. Compared to the guy who fought 1 for 9 on his takedown. That's nice. He comes right up. Referee bit. Oh, pass. Cut. Sabatini! 84 კილოგრამში ერთმანეთს რომან კაპილოვი და მარკო ტულიო დაუპირისპირდნენ. ამჟამად კაპილოვი UFC-ში 2 მარცხიანი სერიით მოდის, მისი რეკორდი ორგანიზაციაში არის 6 გამარჯვება და 5 მარცხი. მან ბოლო 2 ორთა ბრძოლა პაულო კოსტასთან და გრეგორი როდრიგესთან წააგო გადაწყვეტილებით. დღეს კი უკვე მესამედ მისი მეტოქე კვლავ ბრაზილიელი მებრძოლია. მარკო ტულიო ნოკაუტებს ერთმანეთს მიყოლებით აგროვებდა როგორც UFC-ში მოსვლამდე, ისევე თავად ლიგაში, სადაც 2 სასტიკი ფინიშის შესრულება მოახერხა. თუმცა თავის ბოლო ბრძოლაში ის კრისტიან ლეროი დანკანთან დამარცხდა. ასე რომ დღეს ეს ბიჭები ტოპ 15-თან მიახლოების შანსისთვის იბრძვიან. პირველი რაუნდი. რომანმა რამოდენიმე კარგი ძლიერი დარტყმა განახორციელა. მან ყველაზე დამაზიანებელი დარტყმები მიაყენა მეტოქეს, თუმცა მნიშვნელოვანი დარტყმების რაოდენობით ის თითქმის ორჯერ ჩამორჩა ბრაზილიას და რაუნდიც წააგო. Just look at punch. Oh, Tulio. How hard Julio is. Oh! And that, oh! Start for the Brazilian. We're right back. მეორე ხუთწუთიანი მონაკვეთი კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. ტულიომ უფრო ხშირად დაიწყო მიზანში მოხვედრა და რაც ყველაზე მთავარია, კოპილოს შესამჩნევი ზიანიც მიაყენა. ჩანდა რომ ეს რაუნდიც წაგებული იყო, თუმცა რაუნდის ბოლოს კოპილოვმა მძიმე ნოკდაუნი შეასრულა, მაგრამ მეტოქის დაფინიშება ვერ შეძლო. სამაგიეროდ ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. Go here in round 2. Julio's fighting a much better fight than his last. Right hand is doing a lot of. Oh! Couple up with a knockdown. Tulio right back to his feet, but for how long? Tulio right back to his feet, but for how long? Okay. Oh my goodness! Why did he grab him? No. He could have ended that fight. მესამე რაუნდის დასაწყისში კოპილოვმა ზედიზედ 2 ნოკდაუნი შეასრულა, თუმცა ისევ როგორც წინა რაუნდში, დარეტიანებული მეტოქის დაფინიშება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მებრძოლებმა დგომში დარტყმები გაცვალეს, მაგრამ ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ტულიოს გადარჩენა მხოლოდ ნოკაუტს შეეძლო, რაც არ გამოვიდა. რომან კოპილოვმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ანგარიშით 29-28 გაიმარჯვა. And he's still unwilling to go at it. Tulio hurt him at the bell. He hurt him. That's what he needs to do early. 70 კილოგრამ წონთ კატეგორიაში ერთმანეთს ჯიმ მილერი და ჯარედ გორდონი დაუპირისპირდნენ. 42 წლის ასაკში ჯიმ მილერი ოქტაგონზე თავის 47 ბრძოლას ატარებს. ის ნამდვილი ლეგენდაა, ამერიკელი მებრძოლი, რომელიც ფლობს აბსოლუტურ რეკორდს UFC-ის ისტორიაში ჩატარებული ბრძოლებისა და გამარჯვებების რაოდენობით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მილერი უკვე შეყვანილია UFC-ის დიდების დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრაში ჯიმ მილერი ახალგაზრდა ჩეის ჰუპერთან დამარცხდა, მისი ავტორიტეტი შეურყეველია. რაც
შეეხება მის მეტოქეს ჯარედ გორდონს, მისი ბოლო გამოსვლაც წარუმატებელი გამოდგა. თუმცა მანამდე მან ორი ბრძოლა ზედიზედ პირველსავე რაუნდში უმძიმესი ნოკაუტებით მოიგო. ამ შეხვედრაში გორდონი გამოკვეთილ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ ჯიმი ვეტერანებთან ბევრად უფრო ეფექტურად ჩხუბობს, ვიდრე ახალგაზრდა მებრძოლებთან. პირველივე რაუნდში ჯიმ მილერმა გორდონი ჰელიოტინაზე დაიჭირა და მავრჩობელა ილეთით დაამარცხა. მან ეს 42 წლის ასაკში შეძლო. ამ გამარჯვებით ჯიმმა ორი წარმოუდგენელი რეკორდი განაახლა: 47 ბრძოლა და 28 გამარჯვება UFC-ში. ეს არის აბსოლუტური მაჩვენებელი ამ სპორტის მთელს ისტორიაში. უბრალოდ სიგიჟეა ულოცავ ჯიმს ამ დიდებულ მიღწევას. If Gordon's back in the trouble, gotta take that on and go. Jim Miller does it again in his native New Jersey. He snatched that neck up. Miller! 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს გრანდ დოუსონი და მატეუშ რებეცკი დაუპირისპირდნენ. გრანდ დოუსონი სერიოზული მოჭიდავია თავის პროფესიონალურ კარიერაში, მას საბმიშენით 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული, ხოლო მისი რეკორდი UFC-ში არის 11 გამარჯვება და მხოლოდ 2 მარცხი. ბობი გრინთან და მანუელ ტორესთან ნოკაუტებით განცდილი მარცხი რომ არა, დოუსონი ახლა ტოპ 10-ში იქნებოდა, თუმცა ამჟამად ის 15-შიც კი არ შედის. მისი მეტოქე პოლონელი მატეუშ რებეცკი ასევე რეიტინგის მიღმაა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ამ ბრძოლაში მას საღამოს საუკეთესო ბრძოლის ბონუსი მიიღო. საინტერესო იყო შეძლებდა თუ არა ის ზედიზედ მეოთხე ბონუსის აღებას და რაც მთავარია ორმაჩიანი წაგების სერიის შეწყვეტას. პირველ რაუნდში დოუსონმა მოულოდნელად დგომში ჩხუბი გადაწყვიტა და რამდენიმე კარგი დარტყმაც განახორციელა. ასევე მოულოდნელად რებეცკიმ პირველმა სცადა ბრძოლის პარტერში გადაყვანა, რაც ნამდვილად არასწორი არჩევანი იყო ასეთი დონის გრეპლერთან. დოუსონმა გამოწვევა მიიღო, მეტოქეს ზურგიდან მოექცა და რაუნდის დიდი ნაწილი მის კონტროლში გაატარა. მატეუშმა თავის აღწევა მხოლოდ ბოლო წუთზე შეძლო, ცოტა იაქტიურად დგომში, მაგრამ ბრძოლის პირველი მონაკვეთი დოუსონმა მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე ხუთწუთიანი მონაკვეთი მებრძოლებმა მწარე ჩეხაობით დაიწყეს, რა დროსაც რებეცკიმ უძლიერესი ჰუკით მოახერხა დოუსონის დანოკდაუნება, თუმცა მან ის ვერ დააფინიშა. ამის შემდეგ იყო ხანგრძლივი კლინჩი, სადაც რებეცკი უფრო აქტიურობდა, მოკლედ ამ რაუნდში პოლონელმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ნოკდაუნი და ორჯერ მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა მის სასარგებლოდ იყო. Inside leg kick by Rambetsky. Something else. Another right. High kick. Second round. Right here you see Robeski with a beautiful left hand, right hook that drops Grant Dawson. All live tomorrow on Paramount Plus. მესამე რაუნდი სრულიად დოუსონის უპირატესობით წარიმართა. მან მთელი რაუნდი რებეცკის ზურგზე გაატარა და დაღჭობას დაჟინებით ცდილობდა. ბრძოლის დასრულებამდე სულ რაღაცა 20 წამი რჩებოდა, როცა მე-10 ცდაზე გრანტმა თავისი მაინც გაიტანა და დაახრჩო რებეცკი. Round to respond. Strategy in this fight because this Throw for the rear naked choke position, which you can get. Robeski's fighting it off. He did it. Oh, yeah. That's it. Grant Dawson gets it done. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს იოელ ალვარესი და იაროსლავ ამოსოვი დაუპირისპირდნენ. იოელ ალვარესის რეკორდი პროფესიონალებში არის 22 გამარჯვება და 4 მარცხი. ის თითქმის ყველა ბრძოლას ვადაზე ადრე ასრულებს. მის მთელ კარიერაში მხოლოდ 2 შეხვედრა მივიდა მსაჯების გადაწყვეტილებამდე. ბოლო ბრძოლაში ის ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლა და გამოცდილი ვისენტე ლუკი ქულებით დაამარცხა. რაც შეეხება იაროსლავ ამოსოვს, ის პროფესიონალებში მოდის რეკორდით 29 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი. მისი დებიუტი UFC-ში გასულ წელს შედგა, სადაც მან ვეტერანი ნილ მაგნი პირველივე რაუნდში დააფინიშა. ეს ნიჭიერი უკრაინელი მებრძოლი ბელატორის ყოფილი ჩემპიონია და თავის მეტოქის მსგავსად, მასაც ბრძოლის დასრულება ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია. პირველი რაუნდი მებრძოლებმა რამოდენიმე დარტყმის გაცვლით დაიწყეს, რის შემდეგაც ამოსოვმა თავისი ჭიდაობა ამოქმედა. მან მეტოქე პარტერში გადაიყვანა, ის მიწაზე ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა, შემდეგ კი თითქმის მთელი რაუნდი ოქტაგონის ბადესთან ჰყავდა მიმწყდეული. ალვარესმა წაქცევის საშუალება არ მისცა უკრაინელს, თუმცა რაუნდი აშკარად წააგო.
მეორე ხუთწუთიანი მონაკვეთი სპორტსმენებმა დარტყმების გაცვლით დაიწყეს, სადაც ორივე მებრძოლმა კარგი დარტყმები შეასრულა. თუმცა ამოსოვი კлау ტეიქდაუნზე გადადის, ასრულებს წყინვალე გდებას და მომენტალურად მახრჩობელა ილეთს აფიქსირებს. ეს იყო ეფექტური გამარჯვება საბმიშენით, რის მერეც უკრაინელმა ბრეიქ დანსიც კი წაიცეკვა. მოკლედ ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია, რომელიც დივიზიონში ბევრს შეუქმნის პრობლემებს. Assault has arrived! Oh my goodness, he break danced. By submission due to an arm triangle, Yaroslav Amosov! 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთსატება გოტიე და ოზი დიასი დაუპირისპირდნენ. ბრძოლის მომენტში გოტიეს რეკორდი პროფესიონალებში იყო 10 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი. ის მარცხიც კარიერის დასაწყისში იყო და რეალურად მან გაიმარჯვა, მაგრამ საჯებმა მას მარცხი მიუსაჯეს. კამერუნელ მონსტრზე მაქვს გაკეთებული კარგი დოკუმენტური ფილმი, ასე რომ თუ გაინტერესებთ ამ მებრძოლის ისტორია, ვიდეოს ლინკს აღწერაში ნახავთ. რაც შეეხება ოზი დიასის 35 წლის არის, მისი პროფესიონალური რეკორდი არის 9 გამარჯვება და 4 მარცხი. დიაზი ყოფილი LFA-ის ჩემპიონია, UFC-ში სულ 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ერთში დამარცხდა, ერთში გაიმარჯვა და ეხლა შეხვდა ნამდვილ ცხოველს. მებრძოლებმა პირველი რაუნდი მთლიანად გაატარეს დაზვერვაში. გოტიე ძალიან ფრთხილობდა და ეძებდა თავის სამუშაო დისტანციას. თუმცა ამ დაზვერვაშიც ის მაინც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა. მეორე რაუნდი კამერუნელმა ბევრად აგრესიულად დაიწყო და ზუსტად 1 წუთში უძლიერესი ოვერჰენდით დაანოკაუტა დიაზი და გაიფორმა UFC-ში თავისი ზედიზედ მეხუთე გამარჯვება. დიდი იმედი მაქვს ამის მერე მას შეახვედრებენ უკვე ტოპ მებრძოლებს. იქამდე კი გირჩევთ ამ მებრძოლზე დოკუმენტურ ფილმს უყუროთ. His corner told him, don't go no lazy jabs. He's trying to counter over the top. And there it was. Number 2, declaring the winner by knockout and above the Storm Gauthier! თავარ ქარts მიუახლოვდით. 70 კილოგრამში ერთმანეთს დაეჯახნენ კინგ გრინი და ჯერემი სტივენსი. გრინს წელს 40 წელი უსრულდება, თუმცა ის ისევ წარმოუდგენლად მაღალ დონეზე ასპარეზობს. თავის ბოლო ბრძოლაში მან ნოკაუტში გაუშვა მასზე 13 წლის უმცროსი დანიელ ზელჰუბერი. ახლა კი გრინის მეტოქე ვეტერანი ჯერემი სტივენსია. სტივენსი კი UFC-ში 2007 წლიდან ჩხუბობს. ამჟამად მას ბოლო 11 ბრძოლიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მოკლედ ძალიან ბებრული რეკორდით მოდის. ბობი გრინმა ბრძოლა მისთვის დამახასიათებელ სტილში დაიწყო, ხელებ დაშვებული. ის თავდაჯერებულად და ტექნიკურად უტევდა სტივენს დგომში. რაღაც მომენტში ბრძოლა პარტერში გადაინაცვლა, სადაც გრინმა ძლიერი დარტყმების მიყენება განაგრძო. ცოტა ხანში კი მან მჭიდრო მახრჩობელა ილეთი დააფიქსირა და ჯერემი აიძულა დანებებულიყო. გრინმა პირველივე რაუნდში საბმიშენით გაიმარჯვა. ბობი გრინი არის მებრძოლი, რომელიც ასაკის მიუხედავად კვლავინდებურად ნამდვილ შოუს დგამს ოქტაგონში. Guys in there with King Green at his age. Bad. Jeremy's in trouble. Jeremy's going to the door. Oh, wait a minute. Now it's different. Now To get his hips out to go for that. there's the elbows by King. On the neck. He's got it tight. He nailed the king! What a performance by King Green. I mean, flawless. I mean, didn't even... King Ray! But I feel like I'm like Michael Myers. You can't kill me! 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს შონ ბრედი და ხუაკინ ბაკლი დაუპირისპირდნენ. შონ ბრედი უმაღლესი კლასის გრეპლერია, პროფესიონალური რეკორდი 18 გამარჯვება და მხოლოდ 2 მარცხი. ის დამარცხდა ბილალ მუხამედთან და მაიკლ მორალესთან. მოკლედ ძალიან ძლიერი სპორტსმენი, რომელიც უსამართლოდ ბევრმა დაივიწყა. ხუაკინ ბაკლი ქვესაშუალო წონაში UFC-ში დაუმარცხებელი იყო 6 ბრძოლა და 6 გამარჯვება. თუმცა 2025 წლის ზაფხულში ბაკლიმ კამარუ უსმანთან მძიმე მარცხი განიცადა და ამის შემდეგ მთელი 1 წელი არ უჩხუბია. მიუხედავად ამისა, ამ წვიში გამარჯვებული ხმამაღალ განაცხადს გააკეთებდა და პრეტენდენტთა რიგებში დაბრუნდებოდა. პირველი რაუნდი. მებრძოლებმა დგომში ცოტა დრო გაატარეს, რის შემდეგაც ბრედიმ გდებაში ასრულა. მაუნთის პოზიცია დაიკავა და მეტოქეს დარტყმების სერია დააყარა. ის ჯერ დარტყმებით ცდილობდა ბრძოლის დასრულებას, შემდეგ კიმურა სილეძე წავიდა, თუმცა ვერც ერთი მცდელობა ვერ დააგვირგვინა. მიუხედავად იმისა, რაუნდი უდაოდ ბრედის დარჩა. ეს იყო სრული დომინაცია გრეპლინგში. Easy, big shots. How he separates Buckley from the octagon side too. Okay, Yep. finish it. He stepped over. This is a bad top pressure. It's intense. Yeah. So good, America. For the Philadelphia native. მეორე
რაუნდში შონმა ტეიქდაუნი კიდევ უფრო ადრე შეასრულა და კვლავ მოახერხა მაუნთის პოზიციის დაკავება. ერთ მომენტში ბაკლიმ თავის დაღწევა შეძლო და დგომში სახიფათო მომენტების შექმნა. თუმცა სცენარი მაინც განმეორდა. გდება მაუნთი და დაუსრულებელი დარტყმები პარტერში. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმებს დიდი ზიანი არ მოჰყოლია, მეორე რაუნდიც უპირობოდ შონს ჩაეთვალა. He can do this all day long because he sees that it's not landing. Now he starts to He's Donkey Konging him. Buckley's got to find his way up to punching with his hand. It's just his hips. You're in a reverse guard. He's no nothing. That's right. მესამე რაუნდშიც არაფერი შეცვლა. ბრედი მეტოქე ისევ დააგდო მიწაზე და ურტყა იქამდე სანამ არ გაისმა გონგის ხმა. თავისი ჭიდაობის წყალობით ბრედიმ სამივე რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო და გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. This is Ryan, if you're Joaquin, going to be some disappointment on the Buckley Joaquin side. still swinging from the bottom. ძიმეწონით კატეგორიაში ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკოვი და ვალდო კორტეს აკოსტა დაუპირისპირდნენ. ალექსანდრ ვოლკოვი უკვე მრავალი წელია ამ სპორტის მწვერვალზე იმყოფება. ბოლო 6 წლის განმავლობაში რუს მებრძოლს მხოლოდ სირილ განთან, კორტის ბლეისთან და ტომას პინალთან აქვს წაგებული. თავის ბოლო ბრძოლაში მან ჟაილტონ ალმეიდა დაამარცხა, თუმცა სატიტულო შანსის ნაცვლად კვლავ რთული მეტოქე ვალდო კორტეს აკოსტა მიიღო. აკოსტას გასულ წელს შთამბეჭდავი სერია ჰქონდა. მან 5ჯერ იჩხუბა და 4 გამარჯვება მოიპოვა. იანვარში მან დერეკ ლუისი დაანოკაუტა, რის შემდეგაც ალექსანდრ ვოლკოვი გამოიწვია. აკოსტამ მიიღო ის, რაც სურდა, თუმცა ვნახოთ შეძლო თუ არა მან გამოწვევასთან გამკლავება. პირველი რაუნდი ვოლკოვი აქტიურად მუშაობს ფეხებით, აკოსტა კი კრივში იყო უკეთესი და ბევრ დარტყმას სვავდა მიზანში. ვოლკოვი ხანდახან პასუხობდა, ხანდახან ვერ. მოკლედ აკოსტამ თავში ბევრად მეტი დარტყმა გაუტარა ვოლკოვს, თუმცა განსაკუთრებით სახიფათო მომენტების garaშე. ასე რომ რაუნდი საკმაოდ თანაბარი გამოდგა. All those have whereas with Derek Lewis he was slamming. Bill's good title fight. Oh! Then he will not be able to explode as he likes to. მეორე რაუნდში ვოლკოვი აშკარად ჯობნიდა მეტოქეს. აკოსტა ბევრს პროვოცირებდა. ოქტაგონის სცენში საჩეხაოდ ეპატიჟებოდა ოპონენტს, თუმცა ზედიზედ ორჯერ მძიმე დარტყმა მიიღო და აშკარად შეზანზარდა. ის იძულებული გახდა უკან დაეხია. ამ ეპიზოდში ნოკაუტი არ შედგა, თუმცა ვოლკოვი დისტანციიდან მას კვლავ ჯებებით ამუშავებდა და ტექნიკურად უგებდა. ეს რაუნდი ცალსახად ვოლკოვს ეკუთვნის. On the left leg of Volkov because of that. That last inside kick got a big reaction from Wall. მესამე ხუთწუთიანი მონაკვეთი. აქ აკოსტამ კვლავ მოახერხა ვოლკოვის თავში რამოდენიმე მძიმე დარტყმის მოხვედრა, რამაც მას სახე მალევე დაუსისხლიანა. მთელი რაუნდის განმავლობაში მისი ფეთქებადი შეტევები წარმატებული იყო. ვოლკოვი თავის მხრივ უფრო მეც ფეხებით მუშაობდა, რამაც რაუნდის მეორე ნახევარში აკოსტას პრობლემები შეუქმნა. თუმცა ვიზუალურად აკოსტა ამ რაუნდში უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გადაწყვეტილების მოლოდინი ყველასათვის ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. თუმცა საბოლოოდ სამივე მსაჯმა გამარჯვება ალექსანდრ ვოლკოვს მიაკუთვნა. He is. Found that too late. That's what Ronaldo's looking for it, I'll tell you that. Main eventში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთს ჯოშუა ვანი და ტაცურო ტაირა დაუპირისპირდნენ. ჯოშუა ვანი UFC-ში სულ რაღაცა 3 წელია გამოდის, თუმცა ამ მოკლე დროში მან უკვე 9 ბრძოლის ჩატარება და სატიტულო შანსის მოპოვება მოახერხა. გასულ დეკემბერში ის მოქმედ ჩემპიონს პანტოჟას დაუპირისპირდა, თუმცა ბრძოლის პირველივე წუთზე პანტოჟამ ხელი დაიზიანა. შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ჯოშუა ვანი ახალ ჩემპიონად გამოაცხადეს. ახლა კი მის წინაშე ნამდვილი გამოცდა იაპონელი ტაცურო ტაირას სახით. ტაირას UFC-ში 8 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ის თავის მეტოქეებს გრეპლინგში სრული დომინაციით ანადგურებს. თავის ბოლო ბრძოლაში მან ბრენდონ მორენოს ზურგიდან აჯობა და ყოფილ ჩემპიონს შანსი არ დაუტოვა, რითაც სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა. პირველი რაუნდი ტაცურო ტაირამ სწრაფად შეასრულა ტეიქდაუნი და მეტოქე პარტერში აკონტროლა. ვანმა ფეხზე წამოდგომა მოახერხა, თუმცა როგორც კი დგომში სახიფათო მომენტების შექმნა დაიწყო, ტაირამ ისევ დააგდო ის ძირს. იაპონელი ჭიდაობაში აშკარად ჯობდა ჩემპიონს და პირველი რაუნდიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. Jab by Van. shot out of the Okinawa native Taira. Van's hips are uncovered. He's got an opportunity. Strickland has to make sure the hands don't lock. Joshua Van. Joshua Van is doing a very good job being
nice jab by Van. მეორე ხუთწუთიან მონაკვეთში ვანმა პირველივე გდების მცდელობა მოიგერია და მეტოქეს ზუსტი დარტყმების სერია დააყარა. თუმცა იაპონელმა მაინც მოახერხა დროული ტეიქდაუნის შესრულება და მთელი რაუნდი ვანი პარტერში ჰყავდა გაკავებული. ჩემპიონმა ფეხზე წამოდგომა მხოლოდ ბოლო წამებზე მოახერხა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა უმძიმესი ნოკდაუნის შესასრულებლად. ბრძოლა ლამის იქვე დასრულდა. გაუგებარია როგორ მოახერხა იაპონელმა გადარჩენა. Big shot to Joshua Van. Goes down. Final 10 seconds. Tyra looks like. Wow. Good channel then stream every episode. მესამე რაუნდი. აქ უკვე ტაირას ჭიდაობა მუშაობა შეწყვიტა. ვანი თავს ბრწყინვალედ იცავდა გდებებისგან და დგომში მეტოქეს უბრალოდ ანადგურებდა. ეს იყო სრული დომინაცია. თითქმის ყველა პირდაპირი დარტყმა მიზანში ხვდებოდა. რაუნდის შუაში ვანმა კვლავ ნოკდაუნი შეასრულა. იაპონელი მებრძოლი სასწაულებრივად უძლებდა ამ ზეწოლას. ვანმა მისი დახშობაც კი სცადა, თუმცა ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე. რაუნდის ბოლოს ტაირამ კიდევ ერთი გდება შეასრულა, მან ნამდვილი მებრძოლის ხასიათი აჩვენა, თუმცა რაუნდი ცალსახად ჩემპიონმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. Referee closes the distance. I mean, he's got a Tyra unrecognizable. Van trying to submit Tyra. right hand free. Oh, Van wants a sub. This is another fight where the matchmakers were. Come on, that's Yeah. it tonight. Come on, Van. Oh, it's a Look at Tyra. What an animal. Tyra out of there. He's a cardio to the championship round. მეოთხე საჩემპიონო რაუნდი. იაპონელ მებრძოლმა დაახლოებით 3 წუთი კონტროლში გაატარა. შეასრულა გდება და სადა სამკუთხედის დაფიქსირება. თუმცა იმ 2 წუთში, რომელიც მებრძოლებმა დგომში გაატარეს, ვანს კვლავ კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა. მან თავისი ძლავრი დარტყმებით ტაირას სახე მთლიანად გაანადგურა და სისხლით შეღება. This kind of energy. Oh! The cap. 20 minutes down the first. Let's go. მეხუთე და გადამწყვეტი რაუნდი. ვანმა დგომში უდიდესი პრესინგი ჩართო და იაპონელს დარტყმებით დაბომბვა დაუწყო. ერთ ეპიზოდში მან მეტოქე ოქტაგონის ბადესთან მიიმწყვრია და დარტყმების ნამდვილი კასკადი დაატეხა თავს. ტაირა დაესა და რეფერიმ ბრძოლა მაშინვე შეაჩერა. სიმართლე გითხრათ, შეიძლებოდა კიდევ 5 წამი დაეცადათ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებამდეც რომ მისულიყო, გამარჯვება მაინც ჯოშუა ვანს დარჩებოდა. ჯოშუა ვანი მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვებს და უმსუბუქესი დივიზიონის პირველი საჩემპიონო დაცვას წარმატებით ასრულებს. Champion of the world, Joshua the Fearless. დაი მივახლოვდით ყველაზე ხმაურიან ორთა ბრძოლას 84 კილოგრამში. ეს იყო სატიტულო ბრძოლა შონ სტრიკლენდს და ხამზად ჩიმაევს შორის. ხამზად ჩიმაევს უნდა დაეცვა თავისი კამარი, მაგრამ ამ ბრძოლამ ძალიან ბევრი კითხვები დაბადა. სანამ თვითონ ბრძოლის განხილვას შეუდგებით, გირჩევთ 2 ვიდეოს უყუროთ ჩემ არხზე. ერთი არის ჩიმაევის და სტრიკლენდის ზოგადად დაპირისპირების ისტორია, მეორე კიდე UFC 328-ის პრესკონფერენცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თეორიის მიმდევრებისთვის, ვინც რომ ეს ბრძოლა არის გაყიდული. მოდით თვითონ ჯერ ბრძოლა განვიხილოთ და მერე ვისაუბროთ იმ შავ-ბნელ თეორიებზე, რომელიც ამ დაპირისპირების გარშემო ტრიალებს. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ სოფლიოში ყველაზე გემრიელ ბურგერ Paradise კიდევ აქვს 35%-იანი ფასდაკლება, ასე რომ ნებისმიერი გამოძახების სერვისში ჩაწერეთ Burger Paradise და თუ დამიჯერებთ, იცოდეთ დღევანდელი საღამო ძალიან გემრიელი გექნებათ. UFC 328-ის მთავარი სატიტულო ბრძოლა დაუმარცხებელი მოქმედი ჩემპიონი ხამზად ჩიმაევი რეკორდით 15 გამარჯვება მარცხის გარეშე დაუპირისპირდა ყოფილ ჩემპიონს შონ სტრიკლენდს, რომლის პროფესიონალური რეკორდი ბრძოლის მომენტისთვის იყო 30 გამარჯვება და 7 მარცხი. დაი ბრძოლა დაიწყო. პირველ რაუნდში ჩიმაევმა გააკეთა ის, რასაც ყველა ელოდა და რაც უნდა გაგრძელებულიყო 5-ვე რაუნდი. მან სტრიკლენდი პირველივე წამებზე გადაიყვანა მიწაზე, კი შონი თავიდან თითქოს მას პარტერში წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ვერ დააღწია ჩეჩენს თავი. ხამზატი გონგის ხმამდე უპრობლემოდ დომინირებდა, სტრიკლენდი ნამდვილად უშანსოთ იყო. რაუნდის ბოლო წამებზე მან ამერიკელი მახრჩობელაზეც კი დაიჭირა, მაგრამ ან საქმე შეგნებულად ბოლომდე არ მიიყვანა, ან სტრიკლენდმა მას ამის საშუალება მართლა არ მისცა. When he's in these submission positions. By round 2, Brock
მეორე რაუნდში თითქმის ყველა იყო დარწმუნებული, რომ ჩეჩენი იგივეს გააკეთებდა, რადგან მან თავისი ჭიდაობით პირველი რაუნდი უპრობლემოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა, მაგრამ ეხლა იწყება ის, რასაც არავინ ელოდა. ზუსტად წუთნახევრის განმავლობაში სპორტსმენები დგომში ცვლიდნენ დარტყმებს. ეს სააგავდა ჩვეულებრივ სპარინგს, რომელიც ამ მებრძოლებს არაერთხელ ჩაუტარებიათ ვარჯიშზე და ერთ მომენტში ბორზი იწყებს ჭიდაობას, მაგრამ ჯდება, შემდეგ კი ზურგზე წვება. შონი მას ზემოდან ექცევა და აი ასეთ მდგომარეობაში მებრძოლები კაიხანი გორაობენ. რა თქმა უნდა, კონტროლი სტრიკლენდს ჩაეთვალა. ბოლოს შონი თვითონ დგება ფეხზე, ხამზატი თითქოს გდების მცდელობით მიდის მასთან და უცებ შეტევას აჩერებს და უბრალოდ ზურგზე წვება. ეს იმდენად უჩვეულო მოქმედება იყო, რომ კომენტატორები შოკში იყვნენ. მოკლედ სტრიკლენდი მოტივაციის გარეშე ისევ აწვება ხამზატს ზემოდან და ასეთ მდგომარეობაში ისინი გონგის ხმამდე წვანან. თუ დააკვირდებით, ამ დროის განმავლობაში ჩიმაევს ერთი მცდელობაც კი არ ქონია ამ ფეხზე წამომდგარიყო, ამ პოზიცია შეეცვალა. The most serious submission. ვინ წარმოიდგენდა შონმა მეორე რაუნდი კონტროლის ხარჯზე თავის სასარგებლოდ დაასრულა. სტრიკლენდმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოჭიდავე მიწაზე აკონტროლა. ბევრი იტყვის, რომ ჩიმაევი მეორე რაუნდში დაიღალა. პრინციპში პირადად ასე მეგონა მეც, მაგრამ მესამეში ის გამოდის წყნარი სახით და ისევ იწყებს სპარინგს. თან მუშაობს პირველ ნომრად. ამ ბრძოლის მონაკვეთში ჭიდაობის მცდელობაც კი არ ყოფილა. ეს იყო თანაბარი დარტყმების სვლა, სადაც ძალიან მცირედი თითქოს სტრიკლენდმა გაისროლა მეტი დარტყმა. ერთი მომენტი ბორზმა მარჯვენა უერჰენდით წააბორძიკა სტრიკლენდი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს გასაკვირვი, არ მიყვა მას დასაფინიშებლად. მოკლედ, ამ ბრძოლამ იმდენი კითხვები დააბადა, რომ მათზე პასუხის გაცემა ან ძალიან ძნელია, ან ძალიან მარტივი. He doesn't think he's something out, I don't know. Oh, Chimaev finding success also in his. Oh, Hamzat's landed. Down defensive major. Chimaev not even. მეოთხე რაუნდისთვის ჩიმაევი შეხვედრას ნამდვილად აგებდა. ამის შესახებ მის გუნდის წევრებმაც იცოდნენ არმან სარუკიანის თამადობით და თვითონაც. მაგრამ ის ბრძოლაზე გადის მშვენიერ ხასიათზე და ხუმრობასაც ასწრებს. ჩეჩენი ისევ იწყებს დგომში სპარინგს თან პირველ ნომრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც დაღლილია და არც რაიმე ტრავმა აწუხებს. წარმოიდგინეთ, ამჯერად დგომში მოჭიდავე არის უკეთესი ვიდრე სტრაიკერი. თითქმის 4 წუთის განმავლობაში სპორტსმენები დარტყმებს ცვლიდნენ. ჩეჩენს მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა ჰქონდა, პლუს ამას მან სხვირი გაუტეხა და აი რაუნდის მიწურულს ხამზატმა შონი უპრობლემოდ გადაიყვანა მიწაზე. მაგრამ ილეთის შესრულება არც კი უცდია. ეს რაუნდი ჩიმაევმა თავის სასარგებლოდ დაასრულა. That's a good shot. I am not thinking restaurant guard. Hamzat is really. Now Chimaev shoots. Good entry and he gets him down. Higher third round they start. Sean did. Consideration is the current work that he's done with Sam Collins. Yep, right. Hamzat Chimaev was Hamzat himself. They come down to this. დასკვნით რაუნდზე მებრძოლები გავიდნენ თანაბარი ანგარიშით. პირველი და მეოთხე რაუნდი ჩიმაევის იყო, მეორე და მესამე კი შონის. ზუსტად რომ მეხუთე რაუნდში უნდა გადამწყდარიყო ბრძოლის ბედი. ბორზმა პირველივე წამებზე უპრობლემოდ გადაიყვანა ამერიკელი მიწაზე, მაგრამ სტრიკლენდი ადგა და შეხვედრა გაგზელდა ბადესთან მიწებებულ მდგომარეობაში. და იქ კიდევ მორიგი სპარინგი დგომში. ჩიმაევი ისევ წინ მიდის, მაგრამ ითვისებს სტრიკლენდის ჯებებს, ეს კი რა თქმა უნდა ამერიკელისთვის დამატებითი ქულებია. ასეთი რამოდენიმე წუთიანი დარტყმების გაცვლის შემდეგ რაუნდის მიწურულს ბორზი კვლავ აჭიდავდა. მაგრამ გარკვეული წვალების შემდეგ ვერ გადაიყვანა შონი მიწაზე, შეეშვა და დაუბრუნდა ისევ სპარინგს დგომში. სპორტსმენებმა გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა, გაისმა გონგის ხმა და გაყოფილი გადაწყვეტილებით სტრიკლენდი ახალი დივიზიონის ჩემპიონია. And that will do it. Sean Strickland and Hamzat Chimaev is in one final time tonight here. ეხლა რაც შეეხება იმ თეორიებს თუ რატო დამარცხდა ჩიმაევი. თეორია პირველი, სტრიკლენდი უკეთესი იყო. მან დიდი მზადება გაიარა ამ ბრძოლისთვის და თავის სამწვრთნელო ბანაკში უამრავი ძლიერი მოჭიდავე მოიწვია. ის მიზანმიმართულად ემზადებოდა გდებებისგან დაცვაში, მას მხოლოდ ერთი მისია ჰქონდა, აეძულა ხამზატს დგომში ეჭხუბა. სადაც ის შედარებით უკეთესია და ქულების მეშვეობით მას უნდა მოეპოვა გამარჯვება. პრინციპში ზუსტად ასეც მოხდა. მიზეზი მეორე, წონის კლება. თუ დავაკვირდებით აწონებს, დიახ, ჩიმაევი
ჩიმაევი სასწორზე მთლად საამაყოდ ვერ გამოიყურებოდა. ერთი მომენტი სტრიკლენდი იმასაც იძახდა, რომ მან წონა ვერ ჩააბარა, მაგრამ მოდით ფაქტებს შევხედოთ. დაუშვათ ხამზაც მართლა გაურთულდა წონის კლება და ბრძოლაზე შეუძლოდ გამოვიდა. თქვათ ის პირველ რაუნდში ბოლომდე დაიხარჯა და ამიტომაც წამოუწვა უმიზეზოდ მეორე რაუნდში. შემდეგ დამარცხდა მესამეშიც და წესით იგივე უნდა მომხდარიყო ბრძოლის მეოთხე მონაკვეთში, მაგრამ რა ვნახეთ? ჩიმაევი მეოთხე და მეხუთე რაუნდში ბევრად მხნედ გამოიყურებოდა ვიდრე მეორე და მესამე რაუნდში. ამიტომ ძნელია იმის მტკიცება, რომ ის წონის კლების გამო შეუძლოდ იყო. თან 20 კილოგრამს ამ წონაში ძალიან ბევრი სპორტსმენი იკლებს. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ჩიმაევი 77 კილოგრამამდე ციკლებდა და იქ ასპარეზობდა. და არ ამგონია 84 კილოგრამის დაფიქსირება მას გასჭირვებოდა. სხვათა შორის სტრიკლენდის ბრძოლაზე პრობლემებით გამოვიდა. მან ბრძოლის წინ მხარი დაიზიანა სერიოზულად და ბოლო დღეებში ნორმალურად ვერც კი ვარჯიშობდა. და მიზეზი მესამე, ბრძოლა იყო გაყიდული. სხვათა შორის ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ადამიანმა ხამზაძე მთელი ქონება ჩადო, რის მერეც სუიციდით დაასრულეს სიცოცხლე. ამ მიზეზზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ ამას არც არავინ აღიარებს და ვერც ვერავინ დაამტკიცებს, რადგან ეს რომ მოხდეს და გაირკვეს, რომ მებრძოლება მართლა გაყიდეს ჩხუბი, UFC როგორც ასეთი აღარ იარსებებს. პირველი რატომაც გონიათ ხალხს, რომ ბრძოლა არის გაყიდული, არის trash talk-ი. მებრძოლებს შორის ძალიან დაძაბული ვითარება იყო. სტრიკლენდმა პრესკონფერენციაზე ბევრი ლაფი ესროლა ბორს. შეეხო ნაციას, ქვეყანას და ასე შემდეგ. შეჩნებისთვის ამის პატიება წარმოუდგენელია. და რა ხდება ამ ყველაფრის მერე? ოქტაგონში სპორტსმენები ერთმანეთს ეხუტებიან და პატივს სცემენ. ბრძოლის დაწყებამდეც და მის მერეც ჩიმაევი მშვენიერ ხასიათზე იყო. არ დაგავიწყდეთ, ეს იყო მისი პირველი მარცხი. ის სტრიკლენდს თავისი ხელით ახვევს ქამარს და იძახის, რომ ის ძლიერი და კარგი მებრძოლია. შონმა კი პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს მხოლოდ ბიზნესია და ამდენ შეურაცხყოფას ჩიმაევს იმიტომ აყენებდა, რომ ბრძოლა გაეყიდა. მეტიც მან თელ ჩეჩენერს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. ანალოგიური trash talk-ი ბევრი არსებობს, მაგალითად კონორს და ჰაბიბს შორის. მოდით გავიხსენოთ რამოდენიმე მომენტი. მიდი გამანადგურე, ხო ითხოვდი ლოკაციას, აქ ვარ შენს წინაშე, გაგახსენო ის დღე, როდესაც შენ ჩაიჯვი. გახსოვს ავტობუსში ხელები გაჩვენე, გახსოვს უიარაღოთ ვიყავი. პირველი რაც ვანახე ამ ვირთხას ეს იყო უიარაღო ხელები, მაგრამ მან ჩაიჯვა. შეეშინდა ჩემი ქალების უკან დაიმალა მშიშარა ვირთხა. ეს ნაბოზარი ლოკაციას ითხოვდა. მიდი განძრიე ტრაკი, რა მექენი, შენ ვერაფერს იზავ. Rogan, არ დაიხურო ამ ვირთხის ფაფახი, ის ცხრის სუნით ყარს. საციამოვნოა დაბრუნება, ნამდვილი მეფე დაბრუნდა. თუმცა ეს ბრძოლა 100%-ით არ იყო გაყიდული. თვითონ ჰაბიბიც იძახის, რომ კონორთან ჩხუბის დროს ის მას ელაპარაკებოდა და ითხოვდა დაწყნარებულიყო. თან ეუბნეოდა, ეს ხომ უბრალოდ ბიზნესიაო. მაგრამ ჰაბიბმა ვერ აიტანა ეს შეურაცხყოფა, ყველას გვახსოვს მსაჯმა კონორი ძლივს გააგდებინა ჰაბიბს ხელიდან და მათ შორის მტრობა დღემდე გრძელდება. მაგრამ შონი და სტრიკლენდი ბრძოლის ბოლოს კარგი მეგობრებივით გამოიყურებოდნენ. მეორე რატომაც გონია ხალხს, რომ ბრძოლა არის გაყიდული, არის ჩხუბის სტილი. პირველ რაუნდში ჩიმაევმა ყველას აჩვენა, რომ ის უპრობლემოდ დომინირებს პარტიაში, მაგრამ შემდეგ თავისი ნებით უმიზეზოდ წვება ზურგზე და აძლევს სტრიკლენდს მუშაობის საშუალებას. შემდეგ დგება, დომინირებს დგომში, მაგრამ აშკარად არ ცდილობს მეტოქის დაფინიშებას. და მესამე მიზეზი არის ჩიმაევის ხშირი ფულის ხსენება. დაწყებული პრესკონფერენციებიდან დამთავრებული ბრძოლებით ის ყოველთვის ახსენებს ფულს. მაგალითად, ე딘 როსთან პოდკასტზე მისასვლელად ფული მოითხოვა. ბრძოლების მიღების წინ იძახის მთავარია გადამიხადონ ფული და ნებისმიერ შევხვდები და ასე შემდეგ. მოკლედ ოფიციალურად ჩიმაევი იმიტომ დამარცხდა, რომ სტრიკლენდი უკეთესი იყო. და რას ფიქრობთ თქვენ? დაწერეთ თქვენი ვერსია კომენტარებში და თუ მოაყოლებთ დასაბუთებას, მთლად უკეთესი იქნება.